ჯანდაცვის მინისტრი დღეს ტყიბულში პირველადი ჯანდაცვის ექიმებს შეხვდა. დავით სერგეენკომ მედიკოსებისგან ჯანდაცვის კუთხით რაიონში არსებული პრობლემები მოისმინა. თავად კი სამინისტროს მიერ დაგეგმილი და განსახორციელებელ პროექტებზე ესაუბრა, ასევე გააცნო საყოველთაო დაზღვევის ახალი პროექტი, რომელიც 1 ივლისიდან ამოქმედდება. იგი გეგმიური ოპერაციების ფეხმძიმების პატრონაჟსა და მშობიარობის დაფინანსებას მოიცავს. შეხვედრას რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ელისა ჩამიძეც ესწრებოდა. ივლისიდან უკვე ძალიან ბევრი ახალი ტიპის სამედიცინო მომსახურეობა დაფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან და ბატონ დავით სერგეენკო აი ამ სიახლეებს გააცნობს დღეს პირველადი ჯანდაცვის ობიექტების წარმომადგენლებს, სოფლის ექიმებს და შედგა ძალიან კარგი და ხანგრძლივი საუბარი მათთან, ასევე შედგება შეხვედრა მოსახლეობასთან. აქცენტი ჰქონდა პირველადი ჯანდაცვის ანუ სოფლის ექიმების პრობლემების განხილვაზე. ეს შემთხვევაზე ახალი გეგმა, რომ მათ მოავლინონ დელეგატი და მიიღოს გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა, ანუ პირველადი ჯანდაცვის საბჭოში, რადგან დამთანხმდა და კონკრეტული მუშაობა დაწყებულია. იგივე იქნება ყველა სხვა რეგიონებში, წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.